რა შესაძლებლობები აქვს ამჟამად გერმანიის არმიას? გერმანიის შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 200,000-მდე აქტიური სამხედრო მოსამსახურე ირიცხება. და თუ კი 2024 წლისთვის ბერლინი თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2.12% ხარჯავდა, უახლოეს მომავალში გეგმავს ეს ნიშნული 3%-ზე მეტი გახადოს. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ოფიციალურმა ბერლინმა გამოაცხადა საგარეო და სამხედრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილება, შემოbrunების წერტილი, იგივე ცეიტენვენდე, როგორც მაშინ უწოდეს. ახლა კი კანცლერი მერცი აპირებს ევროპაში ყველაზე ძლიერი არმია შექმნას. მერცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ არმიის გაძლიერების მიზანი შეკავების პოლიტიკაა. კანცლერმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაჯანსაღებაზეც გაამახვილა ყურადღება. მე დავპირდი ევროპულ ინსტიტუციებს, რომ გერმანია მათთვის საიმედო იქნება. ის დრო, როდესაც გერმანია მნიშვნელოვანი ევროპული პოლიტიკის საკითხებზე კენჭისყრისგან თავს იკავებდა, დასრულებულია. ეს დრო მართლაც უნდა დასრულდეს. ბოლო დღეების განმავლობაში ორჯერ ვესაუბრე ტელეფონით პრეზიდენტ ტრამპს. მადლობას ვუხდი მას იმისთვის, რომ 30 დღიანი უპირობო ზავის ინიციატივას მხარი დაუჭირა. მსგავსი ზავი შეიძლება იყოს ფანჯარა, რომელიც შესაძლებელს გახდით სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ბატონებო და ქალბატონებო, რომ პოლიტიკურმა დასავლეთმა არ დაუშვას გაყოფა. ამიტომაც ვაპირებ, მომავალში სრული ძალით ვიმუშაო ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მაქსიმალურ ერთობაზე. დაუბრუნდეთ გერმანიის არმიას. ფედერალური მთავრობა უზრუნველყოფს ბუნდესვერისთვის იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ქვეყანა ევროპაში ყველაზე ძლიერ არაბირთულ არმიად იქცეს. განაცხადა მერცმა. ამერიკის ომის კოლეჯის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, ბოლო პერიოდში გერმანიის არმიაში მნიშვნელოვანი გადაიარაღება მოხდა. ბუნდესვერმა შეიძინა F-35 გამანადგურებელი თვითმფრინავები, ლეოპარდ 2 არვა საბრძოლო ტანკები, პუმას ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები და განაახლა საბრძოლო ვერტმფრენთა პარკი. გარდა ამისა, როგორც ცნობილია, გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება 2027 წლის ბოლომდე ლიეტუვაში განათავსოს ერთი ბრიგადა. 2025 წლისთვის გერმანიის არმიის პირადი შემადგენლობა 200,000 ჯარისკაცს უნდა გასცდენოდა. თუმცა ამ ვადამ 2031 წლამდე გადაიწია. სამხედრო მიმომხილველები ამბობენ, რომ ამის მიზეზი სამხედრო სამსახურის არასაკმარისი პოპულარობა იყო. ბუნდესვერში მოითხოვენ აღდგეს სამხედრო სავალდებულო სამსახურიც. და ამ თვალსაზრისით საინტერესოა ის, რომ გერმანიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად გამოკითხულ გერმანელთა 66% თავდაცვის ბიუჯეტის გაზრდის მომხრეა. როგორც გერმანიის ამჟამად უკვე მოქმედმა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა თქვა, გერმანია დაბრუნდა.